მე დედამისი ვიყავი. უნდა დამეცვა, მაგრამ ვერ შევძელი. როცა ეს მოხდა მესად ვიყავი ეს რა. რატომ არ დამირეკე? დაგირეკე ოზან. რა თქმა უნდა დაგირეკე, თანაც არა ერთხელ. მაგრამ ვერ დაგიკავშირდი. მუშაობდი. სახლში ზეინემ მომიყვანა. ღამე შენც მოხვედი. როცა შემომხედე ვერაფერს მივხვდი, მხოლოდ ეს მახსოვს. ვერაფერზე გელაპარაკებოდი. ვერც ტკივილს გიზიარებდი და ვერც სიხარულს. ამიტომ გადავწყვიტე განქორწინება. წუხარ რომ ეს ყველაფერი მარტომ გადაიტანე. მართლა ძალიან წუხარ. მაგრამ შენ შეგეძლო გეთქვა ეს რა. რომ ცოდნოდა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ნეტა უმცოდნოდა. არ იქნებოდა. არაფერი შეიცვლებოდა. ეს რა გთხოვ არ წახვიდე. ოზან. გთხოვ. ოზან. ძალიან გთხოვ. ოზან ძალიან გვიანია, მართლა, ძალიან გვიანია. გთხოვ. ოზან, გთხოვ, ძალიან გთხოვ. გთხოვ, ამას ნუაკეთებ. ჩაღლა. ძალიან უწუხარ ჩაღლა. ვფიქრობდი რომ შემეძლო. შენი ბრალი არ არის. მე ვარ დამნაშავე. მე დავიჯერე ეს ყველაფერი. ის ზღაპარი, რომელიც რეალობა და არასდროს იქცეოდა. ჩემი ბრალია, მე გაიძულე ეს ყველაფერი. მე ვარ დამნაშავე და არავის ვაბრალებ. ჩაღლა ძალიან წუხარ. მართლა. ასე როგორ მოვეკეცი საკუთარ თავს? მეორედ ჩემს თავს იგივე როგორ გავუკეთე? ყველა იმაზე ილაპარაკებს, რომ მეორედ მიმატოვეს. ასე როგორ მოვეკეცი საკუთარ თავს, ოზან? ეს როგორ გავაკეთე? გავიგე ჩაღლა, მშვიდად. დამშვიდდი. ვერ დამშვიდდები. წავალთ და დავქორწინდებით, ოზან. სხვა გამოსავალი არ არსებობს. მას შემდეგ, როცა ყველა დაგვივიწყებს, გავშორდებით. მეორე შერცხვენას არ ვაპირებ. უფლებას არ მივცემ ხალხს ჩემზე და ჩემს ოჯახზე ისე ვილაპარაკონ. ჩემთან ვალში ხარ. თვალი არ გეცეთ. როგორც იქნა გამოჩნდნენ, მეგონა ქორწილი ჩაიშლებოდა. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ჩემი ბიჭი. ჩემი ლამაზი რძალი. მოწმოებს ვთხოვ მობრძანდნენ.
პატივცემულო სტუმრობა კეთილი იყოს ჩაღლა ილმაზის და ოზან კორფალის საქორწინო ცერემონიაზე. ბატონო ოზან, გალბატონო ჩაღლა. თქვენ შემოიტანეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ქორწინების დაკანონება გნებავთ. ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ და გადავწყვიტოთ, რომ წინაღობა არ არსებობს. კიდევ ერთხელ გეკითხავთ მოწმეების და სტუმრების თანდასწრებით. თქვენ ჩაღლა ილმაზ. მზად ხართ გახვედით ცოლად ოზან კორფალის საკუთარი გადაწყვეტილებით ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. დიახ. თქვენ ოზან კორფალ. მზად ხართ მოიყვანოთ ცოლად ჩაღლა ილმაზის საკუთარი გადაწყვეტილებით ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. დიახ. ერთი კვირის შემდეგ. მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ყველაფერი უნაყოფოდ უნდა ჩავატაროთ. დღეს საღამოს კონტრაქტი გაფორმდება. შევთანხმდით? დიახ. ძალიან ბევრჯერ გავიარეთ ეს თემა, საქმე ჯიბეშია. დამშვიდდით. ყველაფერი გააკონტროლე, ყველაფერი კარგად არის, შემოწმე. თათბირის შემდეგ გადავამოწმებ. კარგი, მაგრამ საბოლოო ვარიანტი მაჩვენეთ, კარგი? კარგი, გამოგიგზავნე. წარმატებები. მგონი აქ დამატება უნდა რა სიტყვით? აქ? ხო, ნახე. მე მომწონს, გადავხედოთ. ეს რა იყო? გუშინდელი სტაჟიორი დღეს ბრძანებებს გვაძლევს. ფუდები მაინც რა ხდება ერთი კვირის მანძილზე უამრავ ფირმასთან გააფორმა კონტრაქტი. ბევრი რამ შეუძლია, წარმატებულია. ხო. მეც ასე ვფიქრობ. მგონი აზვიადებთ. ვერ ხვდები რა ხდება. დღეს ბრუნდებიან თაფლობის თვიდან. იტალიაში იყვნენ, არა? ხო, რა რომანტიულია. მეც მინდა ჩემო შეყვარებულმა იტალიაში წამეყვანოს. გამოვიდნენ. ბატონო ოზან, ქალბატონო ჩაღლა, კეთილი იყოს, თაფლობის თვე დასრულდა. მეგობრებო, თქვენ ვერაფერს დაგიმოვართ. ბატონო ოზან, როგორ შეიარა თაფლობის თვე? კარგად, მეგობრებო, მადლობა. ბატონო ოზან, ერთი ფოტო შეიძლება? ჩაღლა. მეგობრებო, ბატონო ოზანს ასეთი რაღაცები არ უყვარს, ძალიან დაღიულები ვართ. ხანგრძლივი ფრენა გქონდა, სხვა დროს იყოს. ბატონო ოზან, ერთი ფოტო გთხოვთ. ნახვამდის მეგობრებო. ბატონო ოზან, ერთი ფოტო. შეგვეძლო ერთი ფოტო გადაგვეღო ოზან. მომეცე რომ ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან ჩაღლა. ვიცი, მაგრამ ასე ვერ მოვიქცევით, ახალ დაქორწინებულები ვართ. იმას რომ დაელოდები, რასაც არ გავაკეთებ ჩაღლა. ჩინარ, გცალია? რა თქმა უნდა, ისმენ. ჩინარ, ძალიან კარგი პრეზენტაცია მოამზადეთ, იცი? მგონი ძალიან დავაინტერესებთ. ეჭვი არ მეყარება, რომ ასეც იქნება. კარგია რომ მოხვედი. მეც მინდოდა შენთან საუბარი. რა მოხდა? მნიშვნელოვანი საქმეა. დავინტრიგდი, მითხარი რა ხდება? იქნება კარ ვილაპარაკოთ. მოიცადე, წამოდი ტერასაზე დავლიოთ ყავა და თან ვილაპარაკოთ. ჩინარ, მართლა ძალიან დამაინტერესა. წამოდი. კარგი. ცოტა პატარა სახლია ორისთვის, ვიცი, მაგრამ აქტორებით ვიქნებით. ამიტომაც მგონი მოვითმენთ. რა თქმა უნდა. მამას უთხარი, რომ აქვე ცხოვრებთ, სანამ შესაფერის სახლს არ ვიპოვით. სხვა სახლის შემომთავაზე და უთხარი არ მოგვეწონა, ადგილიც არ გვაწყობს მეთქი. კარგი. ოზან. დღეს საღამოს ჩემს მეგობრებთან ერთად ხომ არ ვივახშმოთ. ყველა საინტერესებს ვიხარ და გაცნობა უნდათ. ჩაღლა სენო ექსევი.
სისულელებს უნუთხავ, თავიდან მე შევთანხმდით, ხომ არ დაგავიწყდა? ხო ვიცი, მაგრამ ბავშვობა ასეთი რთულია. კარგი, მოდი მაშინ ასე მოვიქცეთ. რამდენიმე დღე მომეცი და მე ვნახოთ. კარგი. ახლა კომპანიაში უნდა წავიდე, რა მოვიცვლი, შენც მოეწყვე. ოზან, ასე არ შეიძლება. თაფლობისთვის შემდეგ ერთად უნდა ვნახონ, მეც წამოვა. ჩაღლა. ოზან, უბრალოდ მინდა შენი სიტყვა შეასრულო. უნდა ვითამაშოთ. სხვა გზა არ არის. არ ენერვიულო, ჩემს სიტყვას შევასრულებ. მაშინ მოვემზადები. კარგი, ტერასაზე ვარ, შეგიძლია მითხრა, გისმენ? კარგი. ეს რა? მინდა რომ ჩემთან ერთად იტალიაში გამოფრინდე. დიდი ხანია ფილიალის გახსნა მინდა იქ. მერე? გადავწყვიტე მოვლენები დამიჩქარებინა. კონტაქტები გამოვიყენე და ძალიან მალე დავიწყებთ. მაგრამ საქმეს მართვა სჭირდება. ინვესტორებს უნდათ რომ კომპანიას მე ჩავუდგეს სათავეში. უთხარი თუ პროექტის ხელმძღვანელი დამთანხმდება, კარგით მეთქი. რა სიტყვა? ჩინარ, არ ვიცი რა გითხრა, ძალიან მოულოდნელი შემოთავაზება. აქედან გადასვლას მთავაზობ, ცოტა შოკში ვარ. კარგი, მართალი ხარ. ვიცი რომ ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ დამიჯერე. ძალიან სახალისო იქნება. რა სიტყვა? ხო, ჩვენ ორნი წავალთ? ისე რატომ ამბობთ, თითქოს ეს ცუდი იყოს? არა, ჩინარ, რა სისულელია, ეს არ მეგულისხმია. უბრალოდ ვცდილობ სიტუაცია გავიგო. ჩინარ, ჩემო ძვირფასო, ჩემი ოჯახი აქ არის. ჩემი სახლი, მეგობრები, ყველაფერი აქ მაქვს. 3 დღით ხომ არ მივდივართ დასასვენებლად, არა? მაგრამ დიდი მადლობა რომ მენდობი. ბედნიერი ვარ რომ ასეთი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ ახლა ცოტა დავიბენი. ნორმალურია რომ დაიბენი, შენი კარგად მესმის, მართლა. მაგრამ დამიჯერე, საქმისთვის კარგი იქნება თუ წარმატებას მივაღწევთ. საზღვრებსაც ხომ უნდა გავცდეთ. ოზანმა იცის ეს ამბავი. უბრალოდ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჯერ არაფერი არ გადაგვიწყვეტავს. ასე რომ აუცილებელი არ არის რომ იცოდეს. გასაგებია. მაშინ ცოტა დრო მომეცი დასაფიქრებლად. რა თქმა უნდა, რამდენის გინდა იფიქრე. წარმოიდგინე, აბა რა კარგი იქნება აქაურობას რომ მოვშორდებით. პირდები, მართლა დავფიქრდები. თუ ჩვენი საუბარი დასრულდა, შეგვიძლია საქმეს მივხედოთ. ო, იცი რა, ანტალიაში ზამთარ შეცკითბილა. ჩინარ. კეთილი იყოს. მადლობა. მადლობა. გამარჯობა, კეთილი იყოს. მადლობა. მადლობა. ძალიან მოგვენატრეთ, ჩვენც მოგვენატრეთ. ჩინარ. ჩაოლა, კეთილი იყოს ზურფასო. მადლობა. ძალიან მომენატრე. მეც. როგორ შეიძლება თაფლობის თუ ემავა? მოყევი. კარგად, იმდენად ზღაპრული იყო ყველაფერი, თავის სიზმარში მეგონა. თქვენ რა შევებით? რას ვიზამთ? აბა გაიხსენე ერთი კვირის განმავლობაში ღამე რამდენჯერ დარჩით აქ? 2 ღამე აქ დარჩით, დანარჩენი დღეები ძალიან გვიან ბრუნდებოდით სახლში. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. თქვენ არაფერი დაგიტოვეთ. თაფლობის თვე შეერგეთ და ადგილით. შეგიძლიათ დღეს თათბირზეც არ მოხვიდეთ. ეს რომ არაჩვეულებრივი პრეზენტაცია მოამზადა. მადლობა. კარგი, მაშინ ასე იყოს. წავალ, საქმეს მივხედავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ და კეთილი იყოს. მადლობა ესრა. შეგიძლიათ დღევანდელი პრეზენტაცია შემომიტანო საკონფერენციო დარბაზში. რა თქმა უნდა. აბა, ჩვენ საყვარელ პიცერიაში არ იყავით? რა თქმა უნდა, რა კითხვებია? მომენატრა. ოზანსაც ძალიან მოეწონა, არა? ისევ დიდი რიგი იდგა.
ეკო, რა შვები? არაფერს. რომ დაგინახე დღე გალამაზდა. შენ როგორ ხარ? კარგად, მეგობრებთან ერთად ყავის დასალებად მივდივარ, არ გინდა წამოხვიდე? გონი ცუდი იდეა. რადგან როცა ბოლოს მეგობარი გამოცანი, შენც იცი რა მოხდა. აღარ მინდა უამრავი სკანდალი გამოვიარეთ. არ ღირს. ასე რომ დაივიწყე. ხო, მაგრამ ახლა გოგოებთან ერთად მივდივარ, მათ გაგაცნობ. გოგონებს? კარგი, გოგონები შეიძლება. გავიცნობ რა პრობლემაა. ამას შეხედე, ეს რა მანქანაა? ჩემი მეგობრები არიან, დილარა. წამოდი. მართლა? დედა მე გავედი. გამარჯობა. გამარჯობა. გოგოებო, ეს ეკოა დილარა და ნაზლი. სასიამოვნოა, ჩასხედით. მადლობა. მაგარი მანქანაა. Ne haber? İyi sen. Müzik falan yok mu? სად მიდიხარ? საით? შვილო, მენექშე. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, თუ მეჩვენება. რა ხდება? ეს რა არის? ელიფი ეკოს არ შეხედავს, არა ზუმრუდ? რა თქმა უნდა არა. სად ელიფი და სად ეკო? ასეთ ბიჭს არასდროს შეხედავს. რა სისულელია? კარგი, ჩემი შვილები სულ სხვა დონეა, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან. შეცდომებს უშვებენ. ჩემი შვილი გაიხსენეს, შეცდომა დაუშვა, მაგრამ გონს მოვიდა. ელიფიც ასე იზამს. მოკლავ. მართლა მოკლავ. თუ მოკვდები, გული დაგწყდება და იგირებ. რატომ მომსდევ? იმიტომ რომ მინდა სოკო ვიყიდო. ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმაც. არა. სოკო არ გაქვს? არა ზუმრუდ, არა. და იხვის თირკმელი? არა. არც იხვის თირკმელი გაქვს? რავიოლი ტრუფელით? არა ზუმრუდ, არ მაქვს. ჩემი შვილის ქორწილის სუფრაზე ყველაფერი იდო. ნეტავ გენახა მენექშე, უამრავი საჭმელი. ყველაფერი ფერადი და ლამაზი იყო. დრო არ შენც ისწავლო. თვალსაწიერი გააფართოვე, წინ იყურე. წლებია ხალხს ერთსა და იგივე საჭმელ. დავიღალეთ. ლობიო, ფლავი, ტოლმა, სარმა. სულ ერთი და იგივე გაქვს. ჯერ ტოსტის გაკეთება ისწავლე და მერე მაკრიტიკე. კარგი? გეფიცები ზუმრუდ. ერთ ლუკმასაც არ გაჭმევ. ჩემს კართან დადგები და იტირებ, აი ნახა. შენი საჭმელი არ მჭირდება. ზუმრუდ კორფალი ელიტის წევრია. ყველა პატივს მცემს ჩემს წრეში. წადი. მივდივარ. შენთვის დაიტოვე ყველაფერი. მივდივარ. რას აკეთებ? ავადმყოფი ხარ? პოლიციაში დავრეკა ვიცოდე. ეს რა, დოსიე მოიტანე? ინებეთ ქალბატონო ჩაღლა, იოლ სამუშაოს გისურვებთ. ისე უნდა შევეჩვიო მუშაობის რიტმს, თან სახს ვაწყობ. მარტივი ნამდვილად არ არის. დოსიეს წავიღებ და სახში ვიმუშავებ. მადლობა. დიახ, წარმატებები. ეს რა. შენი რჩევა გავითვალისწინე. იმ სახში გადასვლა კარგი იდეა ნამდვილად არ იყო. ახალ სახს ვეძებთ, სადაც ჩვენს ბუდეს შევქმნით. ჯერჯერობით არ ვჩქარავთ. სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. მერე ისევ წავალთ დასასვენებლად. იცი რა კარგი იყო? ერთმანეთი თავიდან გავიცანით. ბოლოს და ბოლოს რომს, ყვილად ხომ არ ეძახიან სიყვარულის ქალაქს. ძალიან მეხარია თქვენი ამბავი. მგონი შენც უნდა წახვიდე. ჩინარი ძალიან კარგი გიდი იქნება. რომს 5 თითივით იცნობს. იქნებ მივლინებაში წახვიდეთ. დიახ, რატომაც არა. იოლ სამუშაოს გისურვებთ. მადლობა. ერთმანეთი თავიდან გაიცნეს თურმე. საზიზღარე.
ესრა, ბატონი ოზანი გიბარებს საღამოს თათბერის დოსიეს შეუტანე კაბინეტში. ბატონო ოზანი ინებეთ თათბერის დოსიე, შეგეძლოთ ელექტრონული ვერსია მოგეთხოვოთ, მაგრამ არა უშავს ინებეთ, თუ რამე კითხვები გექნებათ მეილზე მომწერეთ. ესრა, ზარებზე რატომ არ პასუხობ? რამდენჯერ დაგირეკე? ბატონო ოზან, სამსახურთან დაკავშირებით რამე კითხვა გაქვთ? ესრა არაფერი ისი, თუ მომისმენ. ბატონო ოზან, სამსახურის გარდა თქვენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. ესრა, კარგი, დამარტყე. თუ გინდა კიდევ დამარტყე, მაგრამ მომისმინე. რა უნდა მოგისმინო? უფლება არ გაქვს შემხედო. უფლება არ გაქვს ხელი მომკიდო. შენს ცოლთან ერთად თაფლობის თვიდან დაბრუნებული მე არ უნდა დამზდადე. შენ ამიერიდან ცოლიანი კაცი ხარ. ასეთ მდგომარეობაში ნუ ჩამაგდებ. ესრა, ჩემი ქორწინება ისეთი არ არის, როგორც გეგონია. არ მაინტერესებს. ოზან, ჯიბეში ხელის ჩადებით ბეჭედი არ ქრება. არ გაბედო და არ მომიახლოვდე. კაფკა ამბობს, თუ რამე დამემართება, ჩემი ყველა წერილი დაწვია. მაგრამ კიდევ კარგი არ მოусმინა და კიდევ კარგი არ მარტაწვა. ასე რომ მოქცეულიყო დღეს მისნაირი მწერალი არ ეყოლებოდა მსოფლიოს. ამაზე ფიქრის გემაშენებს. მაგრამ მეორე მხრიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეგობარს უღალატა. ეს ხომ დილემაა. აი ეს მესმის. არასდროს გამიგია. მართლა? როგორ არ გაგიგია? მართლა არ იცოდი? რა განათლებული ხარ ეკო? მოუზვიადებ. მე როგორ მოვიქცეოდი ამ მდგომარეობაში არ ვიცი. შენ რა სიზამდი ეკო? მე არ ვიცი. ვფიქრობ მეგობარს არ ვუღალატებდი. მაგრამ თანამდებობით ვერაფერს გეტყვი. ეკო იცი რა ვიფიქრე? წიგნის კლუბში ხომ არ შემოგვიერთდებოდი? მაგარია. არა, არ უნდა. მინდა. არა, არ გინდა. კითხვა მიყვარს. მაგრამ ბევრი საქმეც გაქვს. საერთოდ არ უნდა წამოსულიყავით რაიონიდან. ჩვენ რაიონს დავტოვებთ, მაგრამ რაიონი ჩვენ არასდროს დავტოვებს. რა სასაცილო ხარ ეკო? ნეტა უფრო ადრე გამეცანი. ხო, ერთმანეთს ხშირად შევხვდეთ. კარგი ბიჭი ხარ. კარგი იქნებოდა. ანგარიში მოგვიტანეთ. წავიდეთ. ხო, მაგვიანდება გოგოებო, მოიმზადეთ, დედა ნერვიულობს. კარგი, წავიდეთ. გადავიხდი. არა. მე გადავიხდი. არა, ჩვენ დაგპატიჟეთ. ძალიან ვთხოვთ. ერთად მაინც გადავიხადოთ. არა, მე გადავიხდი. რატომ ეკო, გავიყოთ? ამჯერად ასე იყოს. სხვა დროს გავიყოთ, კარგი? მადლობა. დიდი მადლობა. ფრთხილად ძვირფასა. რა ვჯამეთ? ეს რა ანგარიშია? კლავს ანადგურებს, აბერებს, მჭამს. ეს რა არის? მეგობარო, გონი რაღაც პრობლემა ანგარიშთან დაკავშირებით. რა ვქნათ, ცოტა მაკლია. არა უშავს ძმაო, სულ 150 მაქვს. ასე არ გამოვა ძმაო, ხელფასიდან ჩამომაჯრიან. მართლა, შენეჩაგრები? ხო. რამე ალტერნატივა არ არსებობს? ამდენი ხანი სად არის მანქანა? ელიფ, გოგონებო, მეგობარს შევხვდი. შემთხვევით როცა გახვედით. ცოტა ხანი დავრჩები და მალე მოვალ. კარგი? კარგი, მაშინ თქვენ წადით, მე დავრჩები და ერთად წავიდეთ. არა, კაცური სალაპარაკო გვაქვს, მოსაწყენი არ მოგეწონება. წადი და მოგვიანებით მოვალ. კარგი, მაშინ დროებით. კარგი, დროებით. მადლობა, კარგად. ოზანს თოვლის ბურთი ვაჩუქე. შეიძლება იცი რაზე გეუბნები, ჯერ კიდევ ვინახავს. კეთილი იყოს დედა. მადლობა საყვარელო, კარგად გამოიყურები. კარგად. შესანიშნავად.
ვერ ხვდები ამ სახლში რატომ ცხოვრობთ? შესაძლებლობა არ გააქვთ? ძალიან პატარაა თქვენთვის. თან ოჯახურიც არ არის. ნამდვილი ოჯახი არ ვართ. ამიტომაც შესაფერისია. გახდებით ჩაღლა. არ ინერვიულო, ყველაფერი დაალაგდება. როგორ დედა? როგორ გავხდებით ნამდვილი ოჯახი? როგორ გავხდებით ერთნი სანამ ესრას ასჭირდილია? შეხედე თოვლის ბურთი, რომელიც მანაჩუკა ჯერ კიდევ ინახავს. ყველგან ესრა, სადაც არ უნდა გავიხედო, როგორ უნდა გავხდეთ ერთი ოჯახი? მართლა? ესრა. დედა, რა საკეთებ? რატომ გადააგდე? ოზანი გაბრაზდება, რა საკეთებ? შენს գործინებას ვეხმარები. ოზანის ნუგეშინია. შეიძლება ვერ შენიშნოს, რომ თაროზე აღარდევს. არა, ყოლად ვცდილობ. ყოლად ვიბრძვი, სისულელია. ოზანმა ცოლად იმიტომ მომიყვანა, რომ შევეცოდე. ერთად იმიტომ ვართ, რომ სიტყვას ასრულებ. სულ ესაა დედა, არ უყვარვარ. ჩაღლა, შენ ძალიან ლამაზი ქალი ხარ. ოზანზე დაქორწინდი. მე ერთ სახლში ცხოვრობთ. ხოლო შენ შეგიძლია ეს კედლები თქვენს ბუდე დაქციო შვილო. მგონი ოზანი ცოტა გავიცანი. ოჯახური ტიპია. სახლზეა მიჯაჭვული. სუფრა გაუშალე, საჭმელი გაუკეთე. ღიმილით შეხვდი სამსახურიდან დაბრუნებულს. ნელ-ნელა ოზანი მოგეჯაჭვება და აღარ მოგშორდება. აი ნახავ. ეს ყველაფერზე მეტად მინდა. ვიცი რომ შეძლებ ჩაღლა. მათი ურთიერთობა დამთავრდა. წარსულს ჩაბარდა. თოვლის ბურთი ნაგავშია შვილო. შენ შეძლებ ახალი და უფრო ჯანსაღი ურთიერთობისკენ უბიძგო ოზანს. შეგერგოთ. იალჩინ, ნახე, მარტო დაბრუნდა. ეკოს გარეშე. საყვარელო, მოდუმდი. მაინც არაფერი გამოუვათ. ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერებიან. კარგი, მაგრამ სად არის? დაბრუნდება საწევა. ვიპოვე გამოსავალი. ვიცი რა უნდა გავაკეთო, თვალები რომ არ ამეწვას. სათვალე უნდა გავიკეთო, თორემ იმდენი ვიტირე, თვალები მეტკინა. რა თქვი? ვერ გავიგე. სათვალე მეთქი. სათვალე უნდა გაიკეთო ხახვის დაჭრის დროს. რამდენი ხახვი მაჭრევინეს ორი ჭიქა ყავის გამო. ეს სასჯელი კი არა, წამება, ნამდვილი წამება. ტირილით დავიღალე უკვე. კარგი ძმაო, გეყოფა. ყველა ხახვი დაჭერი უკვე რაც კი გუქონდა. აბა რა უნდა გამეკეთებინა? არ მოვჭი? ხო, შეეში, მადლი შენს ხელებს. მადლობა. როცა გინდა მოდი, ჩაიზე დახბატიჟე. არა, აქ აღარასდროს მოვალ. ქუჩაზეც კი არ გავევლი. ხო მართლა, ფულის საკითხი უნდა მოაგვარო. ყველა რესტორანში ასე არ გაგიგებენ. ხო მართალი ხარ ძმაო, ეს პრობლემა უნდა მოვაგვარო. გეგმა მაქვს, მაგრამ დახვეწა სჭირდება. მოკლედ ახლა წავედი. იმედი ერთმანეთს აღარასდროს შევხვდებით. ესრა დაიკო, გელოდებოდი. ნახე რა ვიყიდე. შენი საყვარელი კრეკერი. ესრა, ასე არ შეიძლება. რამდენი ხანი უნდა იყო ჩემზე ნაწყენი? რა გავაკეთო? ვერ გავუძელი და ამიტომ ვუთხარი სიმართლე. მივედი და დაველაპარაკე. კარგად მოიქეცი ზეინო. ძალიან დაგვეხმარე. ოზანმა ჩაღლა მაინც მოიყვანა ცოლად. ეს რომ ცოდნოდა შენი აზრით რამეს ვეტყოდი? ღმერთმა დასწყევლოს. მეც ძალიან გაბრაზებული ვარ მასზე. იცი რა ვქნათ? ოზანის ფოტო გავადიდოთ. ეშმაკის რგები დავახატოთ და კედელზე გავაკრათ. მერე ისრები ვესროლოთ. რა სიტყვი? გაგეცინა. მაპატიე არა? ხო, მაგრამ ამიერიდან ჩემს გარეშე აღარაფერი გააკეთო. არა, ჩემო საყვარელო, ჩემო სიცოცხლე, დავჭკვიანდი, გეფიცები. დაბრუნდნენ? ხო. თაფლობის თვეც კი ჰქონდათ. ახლა კი დაბრუნდა და ჩემთან დალაპარაკებას ცდილობს. იდიოტი. იდიოტი ორმოსა. ნამდვილი იდიოტი. ეს რას წესერად არც კი მოусმინა. ჩაღლას ხელი ვთხოვე. ახლა ჩემი შეცდომისთვის ვისჯები. თუ გინდა ასე მოვიქცე ძმაო, ზეინოს დაველაპარაკები. ის კი ყველაფერს ესრას ეტყვის. არა. ეს შეცდომა ერთხელ უკვე დაუში. ესრას პირადად უნდა დაველაპარაკო. ხო, მართალი ხარ. გილოცავ მოკლე დროში ყველანაირი შეცდომა დაუში, რაც კი შეგეძლო. ხო და ასე გააგრძელა. არ გაჩერდა.
შერა დამცენი მუსა. ბოლო წელს შანსი მომეცა. მიდი მუსა, მიდი გაერთი შანსი არ გაუშა. არა ძმაო, რას ამბობ? უბრალოდ მაინტერესებს რას აპირებ. დღეს ყველაფერს მოუყვები ეს რას. არ მოусმენ ზეინო, გამორიცხულია. ვერც კი ვუყურებ, ოზენის ხმის გაგებაც კი არ მინდა. ნეტავრის თქმა უნდა. ასე ჯიუტად რატომ ცდილობს დალაპარაკებას, რა უნდა გითხრას? არ მაინტერესებს ზეინო. კარგი, ჩომადვარ. ახლა სხვა საფიქრალი მაქვს. ჩინერის განსაქმიანი შემოთავაზება მივიღე. ანტალიაში უნდა ოფისის გახსნა და იქ წასვლა. ამას შეხედეთ, ანუ ანტალიაში მიდიხარ. არა. თუ დათანხმდები ანტალიაში გადასვლა მომიწევს. 6 თვით მაინც. უარი უთხარი ხომ? ახლა მე მითხარი რომ უარი უთხარი ეს რა. ზეინო არ ვიცი. ჯერ არაფერი მიპასუხია. თუ ოზანს მოვშორდები, ჩემთვისვე იქნება კარგი. არ ვიცი, დავიბენი. ოზანმა ეს ყველაფერი იცის? არა. არ გაბედო და არაფერი უთხრა. ოზან, კეთილი იყოს. ყველაფერი მოგეწონება, რაც შეუკვეთე. მოდის აღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ უკვე ჯამე ჩაღლა, შენ მეერთვე. გაგესინჯე მაინც. არა, მადლობა. კარგი. როგორც გინდა. ამასაც რა უნდა? მე დილით სახლს ვალაგებდი და გადავაგდე. ვიფიქრე ძველი ნივთია მეთქი. ხომ მითხარი სახლი მოაწყვეო. ჩაღლა, ხო, მაგრამ ჩემს დაუგითხავად არაფერი არ გადააგდო. გესმის? არ გინდა. კარგი, მაგრამ ეს ხომ ძველი ნივთია. არა. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნივთია. არ განმეორდება ოზან. გამოვიცვლი და გავალო. გემრიელად მირთვენ. თუ გნებავთ დავიწყოთ, დრო არ დავკარგოთ. მართალია, შეგიძლიათ დაიწყოთ. გისმენთ. დოსიეს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ თუ ჩვენს აპლიკაციას შემოუერთდებით, ბევრ სარგებელს ნახავთ. მაგალითად, ბატონო ოზან, რა შესანიშნავი სიურპრიზია, არ გელოდებოდით, გამარჯობა. არც ჩვენ არ გელოდებოდით. კეთილი იყოს. მადლობა. გადავწყვეტე ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა არ გამომეტოვებინა. ტელეფონმა შეგიშალეთ. არა, გაგვიხარდა რომ მოხვედით. თქვენ შესახებ ბევრი მსმენია ბატონო ოზან, სასიამოვნოა. მართლა, ჩემთვისაც. ალბათონო ეს რა, გააგრძელეთ. კარგი, რაზე გავჩერდით? მოკლედ ჩვენი აპლიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი სიმხარე ის არის, რომ ახალგაზრდების ყურადღებას მიიქცევთ. მაგალითად, პრესტიჟულმა სასტუმროებმა, რომლებიც აპლიკაციას შემოუერთდნენ, კლიენტების რაოდენობა გააორმაგა. შეგიძლიათ თავად გადახედოთ. აი ასე მოგიწევს ჩვენი შორიდან ყურაგა. უშენოდ ძალიან ბედნიერები ვართ. შენი ადგილი ამ სახლში აღარ არის. ჩაღლა უკვე წავიდა თავის ქმართან. რომ დაუბრუნდები აქ აღარ დამხვდე. ყველაფერი რაც შენ გეკუთვნის, ჩემიც არის არიფ. რას მეუბნები? ხო. შენ გამშორდი და უფულოდ დამტოვე, მაგრამ ახლა დავჭკვიანდი. ასე ვერ მომექცევი. შენ გეგონია იმ ქალს მეცემ თულს, რომელმაც მემადოვა ორ ბავშვთან ერთად? იხაროდე საერთოდ რომ გელაპარაკები. ჩემი შვილების სიყვარულს დავიბრუნებ. ეს ჩემი სახლიც არის. არსად წავალ. ამდე.
აქ დარჩენის უფლება ჩაღლას გამომოიცი, მაგრამ ორივემ კარგად ვიცით, რომ შენი შვილების სიყვარული არ გჭირდება. შენ მხოლოდ ქონება გინდა, რომელიც მათ ეკუთვნით ჩემგან. არ გავედო და არ დამხდარსა და ვრუნდები. ამაზე არც კი იფიქრა.